მოგესალმებით, ტრადიციულად 4 შაბათს რადიო სივრცის ეთერში 5 საათზე ბიზნეს ინსაიდერია. რა თქმა უნდა, საუბრობთ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე და ტრადიციულად ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენდეთ, მცირე მიმოხილვა მიმდინარე აქტუალურ საკითხების, როგორც მოგეხსენებათ. ვაშინგტონში მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, სადაც რა თქმა უნდა წარმოდგენილია საქართველოს დელეგაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნათია თურნავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი ლაშა ხუციშვილი დელეგაციებთან ერთად არიან ბუნებრივია წარმოდგენილები ყოველწლიურ შეხვედრაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველთვის საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა, ეს ორი უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამწუხაროდ მიუხედავად მოწვევისა, ვეღარ მოვასწარით, ასე ვთქვათ, მონაწილეობის მიღება ვაშინგტონში, თუმცა საქართველოსთან ვადევნებთ თვალს აქტიურად მიმდინარე პროცესებს. ვნახეთ საკმაოდ საინტერესო რამოდენიმე მაღალი დონის შეხვედრა. გასთავარია გუშინ ვნახეთ უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რომ გადავიდეთ, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის ნაწილზე საქართველოს შემთხვევაში, უკვე ასახვა იმ მაჩვენებელს, რომელიც ჯერ კიდევ მაის-ივნისში იქნა გაჟღერებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, მოგეხსენებათ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გააუმჯობესა 7.2%-მდე 6%-დან და უკვე ოფიციალურად გუშინ Outlook-ში აისახა ეს მაჩვენებელი და გუშინ გავრცელებულ დოკუმენტში დაფიქსირდა უკვე საქართველოს 7.2%-იანის და ანუ ახლად შეგვიძლია ვთქვათ ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ საქართველოს ექნება 7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც კიდევ ერთხელ გასულ წელს, მაგალითად საპარლამენტო არჩევნებამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლიდა, რომ საქართველოს ექნებოდა 6%-იანის და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახლად უთხრობს, რომ საქართველოს აქვს უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივა ვიდრე ეს ქონდა გასულ წელს და აქვე ვახსენეთ, რომ ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც ერთად იმართება ტრადიციულად წელიწადში ორჯერ ხდება ხოლმე ასეთ ტიპის შეხვედრა და აქვე უნდა ვთქვათ მსოფლიო ბანკზე, რაც პრინციპში ჩვენ წინა გადაცემის დროსაც ვთქვით, შესაბამის Outlook-ში რა თქმა უნდა მსოფლიო ბანკიც ასახავს ამ ნაწილს და მსოფლიო ბანკმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაზარდა 7%-მდე 5.5-დან, ანუ 1.5%-ით გააუმჯობესა მსოფლიო ბანკს. ანუ ხედავთ, რომ შემთხვევაში დიდი 4-ეულის ორივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ახლა მართავენ ყოველწლიურ შეხვედრებს, ოქტომბრისთვის ჩათვალეს, რომ დიახ საქართველოს ეკონომიკას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა 7% და მეტი. მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს იყო EBRD-ის გადახედვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის, რომელიც ასევე გაიზარდა 6-დან 7%-მდე, ხოლო წლის ჭრილში ეს ზრდა იყო ჯამში 2.4%, გასული წლის სექტემბერთან შედარებით. ასევე აზიის განვითარების ბანკმა, ანუ მე-4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, ანუ სრულად ამ დიდი 4-ეულის 4-ივემ, აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6-დან 7%-მდე. 4-ივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამბობს, რომ 7% ან მეტი იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და ბუნებრივია ეს არის განსაკუთრებით სასიამოვნო ჩვენთვის. ფაქტიც გვაქვს შემდეგი 8 თვის მონაცემებით გვაქვს 7.9 თითქმის 8%-იანი ეკონომიკური ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ ნამდვილად ორნისთან ახლოს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ამის ყველა პერსპექტივა არის კიდევ ერთხელ მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენ ხედავთ პოლიტიკური ვითარების გავლენა სულ უფრო კლებულობს ეკონომიკურ პროცესებზე. ჩვენ ვნახეთ მიუხედავად დაანონსებული დამხობა რევოლუციის სცენარებისა, მიუხედავად ამისა ვნახეთ, რომ არც კი შერყეულა ლარის კურსი, მცირედი გადახრაც კი არ ყოფილა ლარის კურსთან მიმართებაში. პირიქით ლარი მყარდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არანაირი პანიკა მოსახლეობაში არ ყოფილა, არანაირი პანიკა ბიზნესში არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ეს რაღაც დამხობა რევოლუციური ამაზუდის სცენარი რა შეიძლება ყოფილიყო, ხო? ანუ მოსახლეობაში რომ მართლა ეს განწყობა ყოფილიყო და მოსახლეობას რომ ეს დაეჯერებინა, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მომხდარა, მცირედითაც კი. საბამისად ვნახეთ საქართველოს ეკონომიკა სულად მყარ რელსებზე და დარწმუნებული ვარ, ახლად როცა იწყება და დაიწყო სამწლიანი პერიოდი, უარჩევნებო სამწლიანი პერიოდი, უფრო დეტალურად რო ვთქვათ და მართლაც რა ვიცი, უკვე დიდი ხანი ასეთ პერიოდი არ გქონია, 3 წელი, 7 ეკონომიკური განვითარების პერიოდია და ეხლა არის საშუალება რომ ჩვენ დიახ
კვლავ ორნიშნა მაჩვენებელთან ახლოს ვიტრიალოთ, ბუნებრივია. ამაში დაგვეხმარება რამოდენიმე დაანონსებული ინვესტიცია, ის სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ასე ვთქვათ, პრემიერის ინტერვიუ Gulf News-თან, სადაც პრემიერი ხაზს უსვავს მათ შორის EMA არის დაანონსებულ ინვესტიციას 6.6 მილიარდი დოლარი, რომელსაც EMA არის განახორციელებს საქართველოში, პრემიერი აღნიშნავს მნიშვნელოვანია ეს ინვესტიცია და მოუთმენად ველით ამ ინვესტიციის განხორციელებას და როცა ეკონომიკურ ზრდასთან მასში ვსაუბრობთ, ეს ძალიან საინტერესოა, რა ნაწილზეც პრემიერი აკეთებს აქცენტს, რომ წლიური მთლიანი შტა პროდუქტის და მინიმუმ 1.5%-მდე იქნება, ეფექტის მონტანი კონკრეტულად ეს ინვესტიცია და ბუნებრივია, ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, რომ ერთი კონკრეტულ კომპანიაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, გრანდიოზულ კომპანიაზე მართლაც და როდესაც შესაძლებელია რომ EMA-რის ინვესტიციამ 1.5% უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ჯაჭვში, ასე ვთქვათ, და წილში, ცხადია ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია, ასევე პრემიერ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეკონომიკურ როლზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით და მართლა ჩვენ ხედავთ, მაგალითად სულ რამოდენიმე დღის წინ იყო ყაზახეთი-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ დიალოგი, სადაც აღნიშნული იყო ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენით გაზრდილი მოცულობა ნავთობის გადაზიდვით ყაზახეთიდან მეტი დატვირთვა ამ ნაწილში, რაც კიდევ ერთხელ საქართველოს როლს უსვავს ხაზს და ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც არის და რომლებიც იგეგმება, მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ ენერგეტიკის მიმართულებით შავი ზღვის კაბელის ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის მნიშვნელობა, ასევე რაც კიდევ ერთხელ საქართველოს როლს უსვავს ხაზს და ცხადია ის ეკონომიკური კავშირები, რომლის შესახებაც პრემიერ ლაპარაკობს და აღნიშნავს ყოველთვის ეს განსაკუთრებით რეალისტური ნაწილია, ისევე როგორც ბუნებრივია ბევრ თემაზე შეიძლება ვისაუბროთ, მოგეხსენებათ ენერგეტიკა ამ კუთხით ერთ-ერთი პრიორიტეტია და კიდევ ერთხელ პრემიერის მიერ დაანონსებული ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა, რომ საქართველოს იქნება თვითკმარი ქვეყანა 2030 წლისთვის, ეს სრულიად შესრულებადია და მეტიც კიდევ ერთხელ შავი ზღვის კაბელი უზრუნველყოფს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს და კიდევ ერთხელ ევროკავშირის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებაში ჩვენი წulis შეტანას, ისევე როგორც მათ შორის ტურიზმის ნაწილშიც და პრემიერი სწორედ Gulf News-თან ინტერვიუში ტურიზმის ნაწილზეც ამახვილებს ყურადღებას და ცხადია ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, ასე ვთქვათ, საქართველოს ამ შესაძლებლობებით, რომ საქართველოს არის მართლაც მიმზიდველი ქვეყანა ტურისტებისთვის მთელი მსოფლიოდან და აი ბოლო პერიოდის ციფრობრივი მაჩვენებელი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომელიც გამოქვეყნდა პირველი 3 კვარტლის მაჩვენებელი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აქვს წარმოდგენილი, საერთაშორისო მოგზაურები პლუს 5.4% ზრდა, ანუ ციფრებში ეს არის 6.100.000-მდე საერთაშორისო მოგზაური, რომელმაც პირველ 3 კვარტალში საერთაშორისო მოგზაური, რომელიც ეწვია საქართველოს პირველ 3 კვარტალში და უშუალოდ საერთაშორისო ტურისტების ზრდა არის თითქმის 8%, 3 კვარტლის მაჩვენებლით 7.9%, ეს არის 4.307.000-ზე მეტი ტურისტი და კიდევ ერთხელ შევხედოთ, საქართველოს ამ კუთხით მართლაც აუმჯობესებს საკუთარ რეკორდებს ტურიზმის ნაწილში მართლაც და ცხადია მისასალმებელია, როცა ჩვენ ხედავთ ერთწყვილ ექსპორტის დას, მეორე წყვილ ჩვენ ხედავთ ტურისტებიდან შემოსავლებს, მესამე წყვილ ჩვენ ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტორების სურვილს საქართველოში განახორციელონ ინვესტიცია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ლარის კურსის სტაბილურობას და ჩვენ წინა გადაცემაშიც გავუსვით ხაზს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, თუ ჩვენ შევხედავთ მაგალითად ქართული კომპანიების აქციების ფასებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე და მას შევხედავთ ერთ წრილში, სამივე კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, საუბარია რეალურად გაორმაგებაზე წლის წრილში და მეტი ღირებულების ნაწილში ქართული კომპანიების აქციების. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ლიბერალური და თავისუფალი ეკონომიკა, ყოველთვის აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვავს, მათ შორის Gulf News-თან ინტერვიუში ეს აღნიშნა საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას და როცა საუბრობთ ლიბერალურ თავისუფალ ეკონომიკაზე, კონკურენციას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონკურენციას და ბუნებრივია თითოეული ჩვენგანის მოქალაქეებს, რომლებიც ვართ ამ კონკურენციის ნაწილი და გვქონდა კონკურენციას მოხმარების უფლებების დაცვის ნაწილს ასევე და ჩვენ ხედავთ რომ საქართველოში სულ უფრო ასე ვთქვათ თითოეული მოხმარებაც უფრო დაცულად გრძნობს თავს და სხვა შორის იგრძნობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სხვა ტიპის კონკრეტულ სერვისებში სამოხმარებლო
სექტორში, მაღაზიებში, იქნება ეს თუ რესტორანებში, კვების ობიექტებში თუ ასე შემდეგ, როგორ ყურადღებით არიან პერსონალი იმისთვის, რომ მომხმარებლებს რაიმე ტიპის უფლება არ დაიღოს, ვინაიდან სწრაფია ხოლმე რეაგირებაში სამამის სამსახურის მხრიდან. სწორედ კონკურენციაზე საუბრის დროს, მომხმარებლის უფლებებზე დაცვის საუბრის დროს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ლექვინაძეს მინდა რომ გავესაუბროთ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი და მადლობას გიხდით რადიო სივრცეში ბიზნეს ინსაიდერში. სტუმრობისათვის, მოკლედ, როგორც წესი თქვენთან გვაქვს ხოლმე უამრავი სასაუბრო ნაწილი და რაც თავარია, ისეთი ტიპის თემები სასაუბროთ, რომელიც ყოველდღიურად თითოეულ ჩვენგანს გვეხება, მათ შორის, ესე იგი, ვიდრე ბევრ სხვა საკითხზე გადავალთ, პირველ რიგში მუდმივი თემა საწვავის ბაზარი. ამ შემთხვევაში და როგორც ვიცით, მიმდინარე მონიტორინგია, ხომ, საწვავის ბაზარზე. რა ხდება ბენზინის და დიზელის ფასებთან დაკავშირებით პირდაპირ სახალხოთ რომ დავსვათ. კი ბატონო, მადლობა გიორგი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. მოწვევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ და მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის კარგად ვაჯამებთ ხოლმე. კი, აბსოლუტურად. გადაცემაში რიგ მნიშვნელოვან საკითხებს და მადლობა ამ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, რაც გვაქვს თქვენი ეთერის საშუალებით. გახსნილობისთვის. რაც ეხება საწვავის ბაზარს, ჩვენ მქონდა რამდენიმე დღის წინ 9 თვის სურათის ანალიზი და 2025 წელი მთლიანობაში შევაფასეთ ჩვენ კონკურენტულად, გამომდინარე იქედან რომ იმპორტის დონეზე, საცალო დონეზე ფასები, ფასნამატები თანხმდრაშია იმ ძირითად ფასწარმოქმნის ფაქტორებთან, რომელიც ჩვენთან საწვავის ფასს განაპირობებს. ეს არის მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი, რომელიც მეტნაკლებად სტაბილური იყო მთელი წლის მანძილზე და ეხლაც გარკვეული შემცირების ტრენდი აქვს და ასევე კურსი, რომელიც ასევე ასე ვთქვათ სტაბილური და მყარი იყო მთელი წლის მანძილზე. ამასაც ბუნებრივი ეფექტი აქვს. ამიტომ ესეც ასახულია ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისად. ამიტომ ფასნამატების კორელაცია, ფასების კორელაცია დროის შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით 9 თვის სურათს თუ ავიღებთ, თანხმდრაში იყო საბაზრო ფაქტორებთან. თუ ნახავთ ახლა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც წინა წლისგან განსხვავებულ სურათს გვაძლევს, პირველი არის ის, რომ გვაქვს გარკვეული გეოგრაფიის ცვლილება იმპორტში, იმიტომ რომ შემცირებულია რუსეთთან იმპორტის წილი და გაზრდილია ბულგარეთი, რუმინეთის წილი და მათ შორის რამდენიმე ესე ვთქვათ ქვეყანა, რომელიც ან არ იყო ან საერთოდ მცირე წილით ხასიათდებოდა, ეს უკავშირდება იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც გააჩნია რუსეთს და ის იაფის ხელმისაწვდომობა იაფს საწვავზე, რომელიც იყო თუნდაც წინა წლებში, უკვე პრაქტიკულად ეს კონკურენტული უპირატესობა დაკარგულია და შესაბამისად ადგილობრივი კომპანიებიც ახალი წყაროების გამოყენებით ახდენენ ბაზრის დივერსიფიცირებას და იყო თავის დროზე შიშები, რომ აი მაღალი დამოკიდებულება ხო არ ქმნიდა პრობლემას, თუმცა როგორც კი ვითარება შეიცვალა, ეს დამოკიდებულებაც გახდა შესაბამისი. ალბათ ეს არის სწორედ გახსნილი ეკონომიკის უპირატესობა, როცა არის საშუალება ბევრ პარტნიორთან ურთიერთობაზე. თუ არ გავითვალისწინებთ ამ რაღაცა გარკვეულ გადაწყობის ლოჯისტიკურ სირთულეებს, თუმცა ქართულ კომპანიებს ყოველთვის ჰქონდათ კონტაქტები როგორც ერთი ასევე მეორე მიმართულებით, ეს მოხდა ძალიან მარტივად და ასე ვთქვათ, გეოგრაფიაში ეს პროცენტული წილი გაზრდილია ევროპული საწვავის წილი და შემცირებულია რუსეთთან იმპორტის საწვავის წილი. მნიშვნელოვანი ნაწილია ერთიც ასევე ჩვენ ხედავთ რომ სირექსელების სეგმენტში და მსხვილი კომპანიების სეგმენტში რიგ ტიპის საწვავზე განსაკუთრებით ბენზინ რეგულარს თუ ავიღებთ, გვაქვს ფასების გამოთანაბრების ტენდენცია. თუ ადრე იყო გარკვეული სხვაობები, მაგალითად 20-30 თეთრიანი. ანუ საუბრობთ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ბრენდულ. აი მაგალითად ევრო რეგულარი ფასი ქსელურ კომპანიაში და ევრო რეგულარის ფასი მაგალითად მცირე კომპანიაში, რომელსაც ნაკლები ქსელი აქვს, ეს იყო პერიოდები, როდესაც 30-40 თეთრიან სხვაობას ჰქონდა ადგილი და ეს აიხსნებოდა თუნდაც იგივე მარაგების თუ სხვადასხვა ოპერირების დანახარჯების ცვლილებით. ეს ფასები არის გამოთანაბრებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ნაწილშიც კონკურენცია მაღალია და თუ გავითვალისწინებთ ასევე, რომ ბაზარზე გაჩნდა ახალი ტიპის შემოთავაზებები, რიგმა მსხვილმა კომპანიებმა გაზარდეს თვითმომსახურების ობიექტები და თვითმომსახურების ობიექტებმა პრაქტიკულად უზრუნველყვეს იგივე ფასი, რა ფასიც იყო რაც იყო სხვაობა პრაქტიკულად მცირე და მსხვილ ქსელებს შორის. ამიტომ ეს ტენდენცია ბაზარზე შეინიშნება, რაც ნიშნავს მომხმარებლისთვის უფრო მეტ არჩევანს და შესაბამისად უფრო მეტ წვდომას პროდუქცია, რომელიც მათ სურს. კი, ნამდვილად მე მგონი არის ძალიან ესეთი
როგორც ვიტყვიან შეუერაღებელი თვალთაც ჩანს ეს გაზრდილი ეს თვითმომსახურების ქსელების მომსახურების ქვია ბეზოგასამართ სადგურების რაოდენობა და საკმაოდ ესეთი დიდი რიგები როგორც უყურებთ ხოლმე ამ ნაწილზე სწორედ ფასმიერი კონკურენციიდან გამომდინარე მომხმარებლები ეჩვევიან ასე ვთქვათ თვითმომსახურების ეს ალბათ ხო ესეც დროის ამბავია ალბათ გარკვეულწილად და ნუ ასევე ჩვენ ვიცით რომ ხა ევროპის ბევრ ქვეყანაში ძალიან დიდი წილია თელამერიკის შეერთებულ შტატებში პრაქტიკულად ეს ამიტომ ეს არჩევანი გაჩნდა და ეს მე ვფიქრობ აი შედეგი იმისა რომ ბაზარზე უფრო მეტი შესაძლებლობა და არჩევანია. წილობრივ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, ახლა მსხვილი კომპანიების 5 ყველაზე მსხვილი წილი და მცირეების წილი, ის ჯერჯერობით სტაბილურია და ალბათ მომავალ წელს ამ ნაწილს კიდევ როცა წელი დასრულდება, ამ ნაწილს კიდევ უფრო მეტად შევხედავთ, ასევე ალბათ მონიტორინგის ფარგლებში თუნდაც ამ თვითმომსახურების მიმართულებების წილსაც ცალკე კუთხით და სეგმენტად გამოვარჩევთ, რაც უფრო სრულყოფილს გახდის სურათ საწოლის ბაზარზე არსებული ვითარების. ამიტომ აი ეს სურათი გვაქვს საბოლოო ჯამში. კონკურენცია უზრუნველყოფილია ბაზარში. ამ ნაწილში ჩვენ აი 2005 წელი განსხვავებით წინა წლებისგან ბევრად უფრო ამ კუთხით გაუმჯობესებულია ვითარება. მონიტორინგს ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა და თუ რა თქმა უნდა ხედავთ ზოგჯერ ისეთ ფაქტორებს, რომელიც შეიძლება კითხვებს იწვევდეს საბაზრო თუ არასაბაზრო ფაქტორებს შორის ვითარების გასარკვევად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინდუსტრიასთან ვარკვევთ ამ საკითხებზე და ვიღებთ მათგან პოზიციებს. კი ბატონო, აი ზუსტად მე მახსოვს მართლა თქვენი წინა წლების შეფასებები ჩვენ უდივად ვადენოდი თვალს არაერთი ეთერი გქონია ამ თემას და მართლაც ახლა ყველაზე ისეთია, ასე ვთქვათ, კონკურენტულ ნაწილში ყველაზე უფრო ნაკლები კითხვები. არსებობს, თუმცა ახლა ჩვენი მაყურებელი მსმენელი, ბუნებრივია ესეთი მთავარი კითხვა აქვს ხოლმე, რომ აი როგორი იქნება ფასები, აი როგორია ზოგადად მოლოდინები ამ კუთხით, რომ გაიზარდა ევროპული საწვავის წილი, რომელიც ცოტა მაღალი ფასით გამოირჩევა, ხო და ანუ არის რაიმე რისკი უფრო, ვთქვათ, სხვა თანავარსკვლავებში ზრდის თუ ჯერჯერობით სტაბილურობა ამ კუთხით კონკურენტული პოლიტიკის ნაწილში. ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აქცენტი გაკეთებულია შედარებით იაფ საწვავზე მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები საკმაოდ ბევრია და რიგი კონფლიქტები გადაჭრილია უკვე და ნუ მაინც ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც არასტაბილური ნაწილი, რასაც ახდენს ხოლმე გავლენა საწვავის ფასზე, აი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, როგორც წინა, ასევე მიმდინარეზეც გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ფასები უნდა იყოს შედარებით, ასე ვთქვათ, იაფ საწვავის პოლიტიკა. ამიტომ ჯერჯერობით ეს ტენდენცია ნარჩუნდება და თუ რაიმე ალბათ დრამატული არ მოხდა, ალბათ ჩვენ უნდა ველოდოთ ამ სტაბილურ ვითარებას გარე ბაზრებზე და ნუ თუ ამას დაემატება, რა თქმა უნდა, სტაბილური კურსი, რომლის მოლოდინებიც ძალიან ბევრი კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით არის ძალიან პოზიტიური მოლოდინების ჭრილში, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამ ნაწილში გვექნება, ასე რომ ვთქვათ, სტაბილური ფასები ამ მიმართულებით. აქ ვითარება, რომ ჩვენ სამწუხაროდ 100% დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციაზე, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ ეს ნაწილი გაგრძელდება როგორც თქვენ აღნიშნეთ. უნდა ვთქვათ, რომ მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ეს ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდის გამდევი პროცესია და მეორე თუნდაც ავტოპარკი, რომელიც წინა წლების მსგავსად იზრდება და ნუ მოხმარებაზე ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება. კი ბატონო, აი ხშირად როცა ამბობენ ხოლმე ეკონომიკური ზრდის შედეგების ადიზონი, ჩვენ საწვავის მოხმარების ნაწილი ამის. ხო, თუ არ ვიცი, სამწუხაროდ საბედნიერო ჯერჯერობით ალტერნატიული ენერგიის წყაროებს, თუნდაც იგივე ელექტრომანქანების ჩანაცვლების წილი იმდენად დიდი არ არის, რომ ამან რაღაც ამ სურათზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ამიტომ ეს პროცესი, ხო, ეგ ავტოტრანსპორტის ნაწილში, თუმცა ეკონომიკური ზრდა თავისთავად მეტ ენერგიას კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური სფერო სამედიცინო მომსახურება, რომელიც ასევე აქტუალური საკითხია ბუნებრივია თული მოხმარებლისთვის და ახლა დაიწყეთ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი. რა იყო მიზეზი, ასე ვთქვათ და რა არის ბუნებრივია მიზანი, ანუ სად მივდივართ ამ მონიტორინგიდან გამომდინარე? ესეთ კითხვა, რომელიც დაწყების შემდეგ ძალიან ხშირად გავეცით პასუხი. ეს არის სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი, ახალი მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სამეცნიეროსთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით და თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენ ნახეთ, რომ ბოლო ერთ წელიწადში საავადმყოფოს მომსახურებებზე და რიდ სამედიცინო მომსახურებებზე იყო 96%-ის ფარგლებში ფასების ზრდას ჰქონდა ადგილი იმ ნაწილში, სადაც სახელმწიფო რაღაც ჭერს არ აწესებს და არ არეგულირებს და გარდა ამისა იყო გარკვეული მომართვები მოქალაქეების მხრიდანაც, რომ თუნდაც იგივე კონსულტაცია თუ სხვადასხვა მდგრადის ტიპის სერვისები გარკვეულწილად არის გაძვირებული. ჩვენ ეს ინფორმაცია
საფუძველი გახდა მონიტორინგის დაწყებისა და მთავარი მის მონიტორინგის გარკვევის მიზანი არის, რომ რას უკავშირდება ბოლო 1 წელიწადში თუნდაც აღნიშნულ სერვისებზე ფასების ზრდა არის თუ არა ეს ობიექტური ფაქტორებით გამოწვეული, მაგალითად იგივე სახელმწიფო ფონდის, აღჭურვილობის, სხვადასხვა ახარჯი მასალების თუ სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შედეგად, თუ ხო არ არის მაგალითად ხო არ უკავშირდება ეს განსაკუთრებით რეფერენტულის თუ იმ პოზიტიური რეფორმების განხორციელების შემდეგ, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა და პაციენტებს მნიშვნელოვანი დანაზოგი გაუჩნდათ იგივე მედიკამენტებზე თუ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე, ერთგვარად კლინიკების მცდელობა, რომ აი ეს დანაკლისი ამ შემოსავლებში გადაიფაროს. აი ეს არის მთავარი შეკითხვა. ჩვენ ამ ეტაპზე მუშაობთ საერთაშორისო გამოცდილების კუთხით, თუ რა ტიპის მიდგომებია იქ და ასევე უკვე პირველადი კითხვარები დაგზავნილია კლინიკებთან და პირველი დაკვირვება, ასე ვთქვათ. კი, ამ პირველადი ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ გვექნება გარკვეული სურათი კლინიკებისთვის ღია ვართ აბსოლუტურად დღესაც იყო შეხვედრა ჩვენთან და თუ იმას რამე დამატებით საკითხი აქვს, გარდა იმისა, რომ აი პოზიციას მოგვაწვდის და საკუთარ არგუმენტაციას ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ღია პროცესი იქნება მონიტორინგის წარმოებისას. კი ბატონო, გარდა საწვავის ბაზრისა და თქვათ სამედიცინო მიმართულების სხვა კუთხით ასევე ხედავთ ხოლმე თქვენს ჩართულობას გარკვეულ საკითხებთან მიმართულებით. ჯამურად როგორ შეაფასებთ აი ქვეყანაში არის თუ არასფერო სადაც პრობლემურია კონკურენციის ნაწილი ან აი კიდევ ერთხელ რომ უთხრათ ასე ვთქვათ ჩვენს მაყურებელს ვენელებს რომ რა სფეროებია რომელიც მონიტორინგსაც თქვენ უწევთ ამ შემთხვევაში და ცდილობთ რომ თუ სადმე აღმოაჩინეთ პრობლემა სწრაფად ჩაერიოთ. პირველ რიგში თუ სადმე პრობლემაა და რისკის ზონა ეს არის მაღალკონცენტრირებული ბაზრები, სადაც შედარებით მცირე კომპანიებს ხო, ან მაღალი წილით არის წარმოდგენილი. ესეთია ფარმაცევტული, სადაც ჰქონდა მონიტორინგი და გრძელდება ეს დაკვირვება, ესეთია არა იმ დოზით, მაგრამ გარკვეულწილად საწვავი და აქაც გრძელდება მონიტორინგი და დაკვირვება და პერიოდულად რიგი საკითხები, რომელიც ჩვენთან სხვადასხვა უწყებების მხრიდან თუ ბიზნესების თუ მოქალაქეების მხრიდან მოდის. ამ დროისათვის, რასაც ჩვენ უყურებთ, არის მიმდინარე რეჟიმში, საწვავზე უკვე ვისაუბრეთ, არის პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზარი, რომელიც დაახლოებით 40-50 მილიონიანი ბაზარია მთლიანობაში, თუ სწორად მახსოვს, მაგრამ სოფლის მეურნეობის კი, ეს არის შხამქიმიკატები და მსგავსი ტიპის ბაზრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით ვახორციელებთ. აქაც არის საუბარი სეზონურ პერიოდში მაღალ ფასებზე და ჩვენი მონიტორინგის მიზანია აი გავარკვიოთ რიგ მედიკამენტებზე, ევროპულზე, არაევროპულზე თუ ესე შემდეგ, რეალურად როგორია ფასნამატები და თუ არის მაღალი ფასნამატები, საიდან გამომდინარეობს აღნიშნული. გარდა ამისა გვაქვს მონიტორინგი სამედიცინო სერვისებზე უკვე გითხარით. გვაქვს აგროპროდუქტებზე, ეს არის მოცვის და თხილის ბაზარი. ჩვენ დავასრულეთ და შევაფასეთ კონკურენტულად გასულ წელს, თუმცა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით ვაგრძელებთ ამ მიმართულების დაკვირვებას, იმიტომ რომ დიდია ფერმერების ჩართულობა და მათთვის მნიშვნელოვანია უდმივად ამ საკითხებზე ყურადღება. არის თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი და დაახლოებით 7 მიმდინარე მონიტორინგი გვაქვს ამ ეტაპზე. სადაც არა გვაქვს მონიტორინგი, იქ არ მოსულა პრობლემა ჩვენამდე, ან ამ ეტაპზე ითვლება, რომ იქ ჩვენი გადასახედიდან კონკურენციის პრობლემა არ არის. ამიტომ ეს არის ის მთავარი ბაზრები, სადაც ვახორციელებთ ბაზრის მონიტორინგს. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ რამოდენიმე თემა გვაქვს და მინდა რომ მოვასწროთ ყველაფერი. აუცილებლად მინდა გითხოთ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ვინაიდან ხედავთ განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, მათ შორის თქვენს ვიზიტებს საკმაოდ აქტიურს და აი როგორია თქვენი საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკების მოძიების, გაზიარების მიმართულებით. გეორგი, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ქსელი, როგორც მომხმარებლების ხაზით, ასევე კონკურენციის ხაზით, სადაც კონკურენციის ნაწილში 160 ქვეყანაა, რომელსაც კონკურენციის კანონმდებლობა და იურისდიქცია აქვს და 90 ქვეყანა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში. მუდმივად ხდება ინფორმაციის გაზიარება და გადაწყვეტილებების გაზიარება, რომ მაგალითად ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ მსგავს კანონმდებლობა გვაქვს
და გარდა ამისა საუკეთესო პრაქტიკად ითვლება ევროპაში მიღებული გაწყვეტილებები, რომ მაღალი სტანდარტის გაწყვეტილებები გქონდეს. ამიტომ ყველა ჩვენი გაწყვეტილება აი ამ ცოდნის გაზიარების შედეგია. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ამ საერთაშორისო პლატფორმებში და ასევე ძალიან კარგია, რომ მათი მხრიდან დანახულია ჩვენი აქტივობები. მაგალითად, წელს მაისში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული გადაწყვეტილებები საუკეთესო შეაფასა მსოფლიო ბანკმა, რომელიც ამ ქსელში მყოფი იურისდიქციების მიერ წარდგენილი პროექტების საკონკურსო ნაწილი იყო და ეხლა ოქტომბრის დასაწყისში ასევე ჩვენი საკომუნიკაციო კამპანია, რომელსაც მთავრობის მიერ მოწონებული სტრატეგიის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ვახორციელებთ. ასევე საუკეთესოდ იქნა მიჩნეული მსოფლიო ბანკის მიერ. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თქვენც იცით, ყოველთვის ხართ მონაწილე და მთავარი მოდერატორი. და ამაზეც იმ საერთაშორისო კონფერენციით, რომელიც წელს უკვე მეოთხედ არის და ყოველთვის აქ 20-ზე მეტი ქვეყანა და 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი. წელსაც საკმაოდ მაღალი რანგი. კი, აი წელსაც მაღალი რანგი გვაქვს, განსაკუთრებით OECD-ს ჩართულობით, ანქტადის ჩართულობით, ეს არის გაეროს საავჭრო პლატფორმის მიმართულება და ICN, რომელიც ჩვენი კონკურენციის ქსელია და ICPN, აი მათი ძალიან მაღალი დონის სპიკერები გვეყოლება წელს და ეს ერთი მხრივ ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ადგილობრივ საზოგადოებას, ბიზნესს, განსაკუთრებით და აკადემიურ წრეებს აქვს საშუალება, რომ აი მათი მოისმინონ და გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს და ამ ქვეყნებისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი საერთაშორისო აქტივობები. ყოველთვის მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვარ ყოველთვის აქ წარმოადგენელი თავარ პანელზე. აქვე მინდა გკითხოთ, აი ზუსტად რადგან ეს ღონისძიება ვახსენეთ, თქვენი თანამშრომლობა საქართველოს მარეგულირებლებთან, კოლეგა უწყებებთ ამ პირობითად, რომ ვთქვათ, რომელიც ასევე ამ კონფერენციის ორგანიზებაში არიან ხოლმე ერთობლივად წარმოდგენილები. როგორია იგივე კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, მათ შორის დაზღვევის მიმართულება იქნება ეს, თქვათ, ენერგეტიკის მიმართულება, ეროვნული ბანკი, ცხადია და კომუნიკაციები, ხო? აი როგორია თქვენი თანამშრომლობა იმ უწყებებთან, სადაც შეიძლება მთელ რიგ შემთხვევებში კვეთა იყოს, ასე ვთქვათ, მთელ საკითხებთან დაკავშირებით. კომუნიკაცია არის ყოველდღიური, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე საერთო დოკუმენტი და პლატფორმა გვაერთიანებს. ერთი უკვე გითხარით, ეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ერთობლივი პროდუქტია, აბსოლუტურად ყველას ხუთი მარეგულირებლის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში, კონკურენციაზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული, რომელიც ტრადიციულად მარტში იმართება და აქაც მარეგულირებლები ვართ გაერთიანებული. კი და ძირითადად მის მიზანი არის ცნობიერების ამაღლება და სტრატეგია მთავრობის მიერ მოწონებული მომხმარებელთა უფლებების პირველი ეროვნული სტრატეგია, სადაც ასევე 6 მარეგულირებელ უწყებას აქვს გაწერილი შემდგომ 3 წელში საკანონმდებლო ხაზით და ცნობიერების ამაღლების ხაზით თუ რას გავაკეთებთ. ძალიან კანონმდებლობა არის უნიფიცირებული კონკურენციის ნაწილში. მომხმარებელთა ნაწილშიც ყველას აქვს ეს პასუხისმგებლობები და აი მართლა ყოველდღიურ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციას ჩვენ სფეროებში ამ საერთო თუ გადამკვეთი кейსების შესახებ და ძალიან კარგია რომ ესეთ მოწყობა გვაქვს სადაც პასუხისმგებლობები აი ძალიან ისე მკაფიოდ და ცხადად არის გამიჯნული. კი ბატონო, აი არასრულება არის ეფექტური რაც თავარი. აი არაერთხელ ვახსენეთ, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა და ზოგადად პარლამენტთან თანამშრომლობა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობა. ერთ-ერთი ბოლო ნაწილი იყო მომხმარებლის უფლებების დაცვის ნაწილში 10 სტანდარტის შემუშავება. აი რას გულისხმობს, ასე ვთქვათ, და რაზე კეთდება აქცენტი ამ შემთხვევაში? პირველ რიგში პარლამენტთან ზოგადად ორ მთავარ ხო, ცხადია, აქვე მინდა გითხოთ, რომ იგივე აი საკანონმდებლო კუთხით კიდევ რა შეიძლება ველოდებოდეთ, ასე ვთქვათ, თუ არის კიდე დაგეგმილი გარკვეული ტიპის ცვლილებები, მათ შორის თქვენი საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ხედავთ საჭიროებებს, რომ იგივე თქვენი ასევე ადგილობრივი პრაქტიკის შესაბამისობაში, რომ საჭიროა გარკვეული ტიპის გაძლიერება კანონმდებლობაზე. კი ბატონო, პარლამენტთან კომუნიკაცია ძალიან მჭიდრო, ორი მთავარი კომიტეტია, არა მეტი, ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პირველ რიგში, არის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების ნაწილში და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. მუდმივად საჭიროების დროს ვცვლით ინფორმაციას, რეპორტებს და აქტუალური თემების შესახებ მუდმივად გვაქვს კონსულტაცია. რაც შეეხება საკანონმდებლო გაუმჯობესებას, საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულია, რომ 2030 წლისათვის საქართველოს კანონმდებლობა და ეს ყველა რეგულაციის ნაწილი უნდა იყოს თანხმედრაში ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. ჩვენი კონკურენციის კანონმდებლობა
ბოლო 2 წელიწადში დაახლოებით 61-დან 75%-მდე გაუმჯობესდა თანხმდრის თვალსაზრისით და დაგვრჩა იქ რაღაც გარკვეული მიმართულებები, სადაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა უწყებებთან ერთად დამუშავებულია შემდგომი გეგმები გაუმჯობესების და მომხმარებელთა უფლებების ნაწილში ეს არის დაახლოებით გაზრდილი 75-დან 85%-მდე თანხმდრა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობა. ამიტომ ეს პერიოდი ალბათ იქნება სწორედ თანამშრომლობის ის ეტაპი, როდესაც ეს მაჩვენებლები უნდა გავაუმჯობესოთ. გარდა ამისა, მუდმივად იცვლება, ხო, ეს გარემო სწრაფად მიმდინარეობს იგივე დიჯიტალიზაცია და ეს ითხოვს ესე რომ ვთქვათ ახალი სტანდარტების გაზიარებასაც. ამიტომ ამ პროცესში მუდმივად ვართ და ალბათ შემდგომი ნაბიჯები შესაბამისად იქნება ის რომ ეს გაზიარება ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინების იყოს დროული და ისეთი რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული. ამიტომ ამ კუთხით ესეთი გეგმა გვაქვს. კი ბატონო, თქვენი გააქტიურება მომხმარებლის უფლების დაცვის მიმართულებით ძალიან ისეთია, ასე ვთქვათ, მართლაც დამბეჭდავია მსოფლიო ბანკის მართლაც არაერთხელ აღიარება ამ ნაწილში. აი ქვეყნის შიგნით აი როგორ აკვირდებით დინამიკას მათ შორის მოქალაქეების აქტივობის ნაწილში იქნება ეს მომართვიანობა თუ აი უკვე ბევრ შემთხვევაში გაცნობიერებლები არიან და თვითონ იცავენ საკუთარ უფლებას აი ამ ტენდენციას როგორ აკვირდებით? თუ ნახავთ წინა წლის იგივე პერიოდს დაახლოებით 55%-იანის დაგვაქვს მომართვიანობის. ეს პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ უფრო მეტმა იცის კანონმდებლობის შესახებ, საკუთარი უფლებების შესახებ, თუმცა ჩვენამდე ასევე არის ინფორმაცია, რომ როდესაც არის პრობლემა მოვაჭრეს და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის შედეგად ეს პრობლემა იხსნება. ან თუნდაც პირველი ზარიდან ჩვენთან და პირველი კომუნიკაციის შედეგად პრობლემა გვარდება, იმიტომ რომ შესწავლის პროცესი შეიძლება ითქვას, რომ არ არის სასურველი ძალიან ბევრი კომპანიებისთვის. თუ დარღვევის და აი განცხადებების შინაარსში შევალთ, ძირითადად მაინც ვისაც დარღვევა ფიქსირდება და ეს ნაწილი არის გაზრდილი, აი თითქმის თანაბარია პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები და დარღვევის კონტექსტი. ძირითადად ეს არის მცირე კომპანიები, ონლაინ კომპანიები და სოцქსელებში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც ან არ არიან ინფორმირებული, ან შედარებით ესე ვთქვათ, ნაკლები კულტურა აქვთ მომხმარებელთან მიმართებაში. სხვა მხრივ საკითხები შეთანხმებით წყდება პირობითი ვალდებულებების შესახებ. და წელიწადში დაახლოებით მილიონამდეა ის თანხა, რაც ჩარების შედეგად უბრუნდება მომხმარებელს, მაგალითად არ უნდა ხელშეკრულების გაგრძელება, უნდა ნივთის უკან დაბრუნება, მაგალითად ჩანაცვლება თუ ესე რაც შეიძლება გაიზომოს თანხით დაახლოებით ეს მილიონამდეა ეს თანხა და სტანდარტებიც აქედან გამომდინარეობს საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, იციან ის უნდა მიაკითხონ ამ შემთხვევაში. კი და 15-20 თქვენ ერთ-ერთად ვისარგებლებთ, ძალიან სწრაფად რეაგირებთ ჩვენ მათ საკითხზე და უხსნით თუ როგორ უნდა იმოქმედონ შემდგომში. კი ბატონო, აი კი ვახსენეთ ჩვენ ნაწილობრივ ცნობიერების ნაწილი, კამპანიის ნაწილი, მაგრამ აი კიდევ რა კეთდება თქვა ამ მიმართულებით, მათ შორის აი რეგიონების ნაწილში როგორც წესი ქალაქები უფრო აქტიურია ხოლმე და აი როგორ ხდება უფრო დატანა მომხმარებლებამდე, თქვენ ახსენეთ მათ შორის ონლაინ პლატფორმები, ხო, ანუ ბევრს შეიძლება წარმოუდგენია, რომ ეს არის მხოლოდ ფიზიკური კომუნიკაციის დროს დარღვევაზე რეაგირება, მაგრამ ეს არის ონლაინ ვაჭრობაზეც, ხო, ამ შემთხვევაში როგორ ხდება მომხმარებლების კიდევ უფრო ინტენსიურად გაცნობა. ჩვენს კოლეგებთან ერთად, ვისაც მომხმარებელთა უფლებების ნაწილი აქვს, გვაქვს რეგიონალური შეხვედრები, მარტის კამპანია, სადაც რომელიც მთელი კვირა გრძელდება, თითქმის და ამის გარდაც სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებთან შეხვედრები ძალიან ხშირია. გარდა ამისა, განათლების სამინისტროსთან ერთად გვაქვს ძალიან კარგი პროექტი, წელს უკვე ვიყავით 50 სკოლაში. ეს არის მაღალი სკოლის მაღალი კლასებში, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება უკვე შემხებლობას იწყებდნენ ონლაინ ვაჭრობასთან, თან მომავალი მომხმარებლები, ესე ვთქვათ, აქტიური მომხმარებლები არიან. ორი მაღალი კლასის მოსწავლეები უკვე მართლაც უკვე აქტიური. კი, ამიტომ წელს ვიყავით 50 სკოლაში, 25 წლის ბოლომდე კიდე იქნება და ეს პროექტი გაგრძელდება, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი გამოხმაურება და უკავშირი აქვს. და ასევე მინდა ყველა ტელევიზიას მინდა მადლობა გადაუხადო, ჩვენ წელიწადში ორჯერ დაახლოებით სოციალური რეკლამის კონტექსტში აკეთებთ რეკლამირებას, რომ აი რა არის მთავარი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და ვის უნდა მიმართონ და ამ დროს ძალიან იზრდება მომართვიანობა, ეს დაკვირვებაც გვაქვს, ეს მუშაობს. უფრო აქტიურად ხდება. კი, ამიტომ ეს თემები ალბათ უფრო გაფართოვდება, იმიტომ რომ გვაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა მედია უწყებებთან, სადაც პერმანენტულად
ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლები ყვებიან იმ თავარ საკითხებზე, რაც მომხმარებელთა უფლებებს უკავშირდება და ეს მუდმივი პროცესია, ამიტომ რომ გვინდა რომ ყველა მიცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ. კი ბატონო, სხვა შორის აი კიდევ ერთხელ დასაწყისში ვამბობ, რომ მართლაც აი იგრძნობა, ბევრიდან გამიგია და მეც შევხვედრილი ვარ მაღაზიების კონსულტანტები, ასე რომ ვთქვათ, როდესაც გიხსნიან რა შემთხვევაში დაიბრუნებენ ნივთს ან მეტი ვერბალური კომუნიკაცია, ვიდრე იყო ადრე და არა მარტო ვერბალური. ხო, თითქმის არ იყო და აი გიხსნიან, რომ რა დროს შეძლებენ რაღაცა რომ მოგემსახურონ და რაც ნუ ესეთი. სხვა შორის აი რაც დავიწყეთ რეგიონებში გასვლები ჩვენ შემთხვევაში დაახლოებით 90%-ზე მეტი იყო თბილისის წილი, ახლა არის დაახლოებით 78-79%. მაინც თბილისში რეგისტრირებული უმრავლესობა ბიზნესები და ეს წილი ალბათ ყოველწლიურად იქნება, მაგრამ აი რეგიონალურ წილშიც არის აქტიურობა, რაც კარგია გაზრდილ, კი რა თქმა უნდა და კი ბატონო, და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ, ასე ვთქვათ, წლის ბოლომდე რას ველოდებით გარდა მნიშვნელოვანი კონფერენციისა და როგორი გვაქვს გეგმები, ასე რომ ვთქვათ, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, რომ მოქალაქეები ვიყოთ მშვიდად, რაც მნიშვნელოვანია, რომ ხა ჩვენ მომხმარებლების უფლებების დაცვა ერთი ნაწილია და მეორე კონკურენციის უზრუნველყოფა, რომელიც პირდაპირ აისახება კეთილდღეობაზე, რომ ანუ ფასისმიერი დისკრიმინაცია არ იყოს და მეტი არ გადავიხადოთ იმაში, რაშიც შეიძლება რომ რეალურად აკლებს ვიხდიდეთ. ეს მონიტორინგები გრძელდება და რა თქმა უნდა შედეგები პერიოდულად იქნება გაზიარებული საზოგადოებისთვის. ჩვენთვის თავარი არის ერთი სულად 11 წლის არის კონკურენციის უწყება და უფრო მეტი დრო ჭირდება იმას რომ უფრო მეტი ასე რომ ვთქვათ დობის ხარისხი იყოს და ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება რომელიც სასამართლოშია და სასამართლო კონტროლი უნდა გაეაროს და ჩვენ მაქსიმალურად გვინდა რომ დავიცვათ ეს გადაწყვეტილებები და ესეც იქნება და არწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არგუმენტირებულია ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და ამან უნდა უზრუნველყოს ეს ან ჩვენი გადაწყვეტილებები, რომელმაც შეცვალა ბაზარზე გარემო ქცევა თუ ესე შემდეგ და კარგი მაგალითი გვაქვს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის თუ თუნდაც საწვავის ბაზრის მონიტორინგი, სადაც უფრო მეტი არჩევანია ვიდრე დაუშვათ იყო წლების წინ, ბევრი ესეთი გადაწყვეტილება, რომელმაც გარემოზე გავლენა მოახდინა მომხმარებლის სასარგებლოდ, ეს იქნება ასე ვთქვათ დობის კიდევ უფრო მეტად გამტკიცების ნაწილი და რა თქმა უნდა ცნობიერების ამაღლება, როგორც მომხმარებლების კუთხით, ასევე კონკურენციის ხაზით. ეს ორი მთავარი ხაზია და რაც ჩვენი პოზიტიური გადაწყვეტილებების პრეზენტირება და ჩართულობა მე უფრო მეტ საერთაშორისო ქსელებში, იმიტომ რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში აღსრულება მაღალ დონეზეა, მართლა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებას რო გავეცნოთ, შედეგების კუთხით არ ჩამოვრჩებით ძალიან მათ შორის ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანასაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ გვიყურებენ ძალიან პოზიტიურად თუნდაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. კი ბატონო, ეს დასტურდება მათ შორის საერთაშორისო შეფასებებით, რომელსაც ხედავთ ამ ნაწილში და კიდევ ერთხელ მათ შორის ის ნაწილი, რომ კანონმდებლობის დახვეწა მუდმივად მიმდინარეობს და ამ კუთხით მუდმივი ცოცხალ პროცესთან გვაქვს საქმე თქვენი მხრიდან, ეს იგრძნობა ეს ნაწილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ირაკლი სტუმრობისთვის და ასევე რა თქმა უნდა გვიახლოვდება ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც კიდევ ერთხელ ვნახავთ მნიშვნელოვან სპიკერებს საერთაშორისო პრაქტიკას ჩვენ გამოცდილებას გავაცნობთ. ამის შესახებ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ჩვენ საუბარი, ასე რომ წარმატება მინდა გისურვოთ თქვენს კოლეგა უწყებებთან ერთად ამ კონფერენციის კარგად ორგანიზებაში, თუმცა უკვე მეოთხედ, ხო? მეოთხედ არის და უკვე თბილისი იქცა ნოემბერში შეხვედრის ადგილად ამ საზოგადოებისთვის. ავტომატურად მონიშნული კალენდარში და კონკურენციის ხაზით ეს ძალიან კარგია ვფიქრობ. კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დღეს ბიზნეს ინსაიდერი რადიო თრიფტის ეთერში დასრულებულია. ჩვენ შევხვდებით ტრადიციულად 4 შაბათ, შემდგომ 4 შაბათს უკვე 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდგომ. დიდი მადლობა რომ გიყურებთ იქ და გვისმენთ.